სოფლის განვითარება საქართველოში. ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენციაზე ოთარ დანიელიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მდგრადი განვითარების ხედვა წარადგინა. ღონისძიებაზე სოფლებში არსებული მდგომარეობის ზოგადი მიმოხილვა შეაჯამეს და კონკრეტულ ღონისძიებებზე იმსჯელეს. აღნიშნული დოკუმენტის განხილვის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები სოფლის განვითარების ხედვის საბოლოო ვარიანტისთვის. პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტი გულისხმობს პირველ რიგში ერთიან ხედვას. ეს გულისხმობს ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას და მასში როლების განსაზღვრას იმ უწყებებისა, რომელსაც ექნება თავის საშინაო დავალება, რომელიც იქნება კონტრიბუტორი ამ კონკრეტულ მოცემულობაში, იქნება ეს სტრატეგიულ ხედვაში თუ განსაზღვრულ პოლიტიკაში. გაეროს რუსეთისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული იქნა კონცეფცია, რომელიც ემსახურება სოფლის განვითარების მიმართულებას საქართველოში. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი დღეს და აუცილებლად უნდა განხილული იქნას სოფლის მეურნეობის განვითარებასთან ერთად კომპლექსურად.